ხო, აი ხა მკითხვა მაქვს, ანუ ლუიმთან სად ვართ უკვე? პრინციპში მაგის ავახლოვდით, იცი, რაღაცა ახლობლად აღვიქვა. ხო, რავი, ლუსიენ ლაკომბე ავირჩიეთ და მეორე იყო Atlantic City, ხო? მოდი ლუსიანზე დავიწყოთ უფრო მძიმე კინო. ლუსიანით დავიწყოთ, კი ბატონო. ხო, და ის უფრო ისეთი კარგი კინო იყო ის. ფილმის სიუჟეტი, რასაც ჩვეულებრივი სიუჟეტი მეორე მსოფლიო ომის დრო, ოკუპირებული საფრანგეთის ნაწილი, სადაც კოლაბორაციონისტებიც არიან და ეს resistance-ის რაც არის. დაჯგუფება და თავარი გმირი არის ეს 17 წლის ბიჭი. საინტერესო ის არის, რომ ლუიმა სხვათა შორის არ უნდოდა პროფესიონალი მსახიობი და ზუსტად იმ სოფლიდან სადაც ეს ფილმი გადაიღო, იქიდან მოიყვანა ეს ბიჭი სრულიად არც მსახიობი, არაფერი ტიპაჟი იყო, ზუსტად ისეთი როგორიც პერსონაჟი, აი ძალიან ჩვეულებრივი გლეხი, პრეტენზია არაფერზე არ აქვს, რასაც ეტყვიან იმას აკეთებს. ხო, რა თქმა უნდა. შეიძლება ვიღაცები გადაერჩინა, მაგრამ არ გადაარჩინა, უთხრეს რომ აი მოდი ესე ჩვენთან ეს გააკეთე, ამიტომ დაიწყო აქეთ ხარის მუშაობა. ოღონდ მთელი ის არის რომ არც იცოდა რაღაც შთაბეჭდილება გრჩება რომ არც იცის დასაკეთებს. რაღაცა მიყვება დინებას ასე ვთქვათ რა, კარგს და სუც ვერ ასხავებს თითქოს და რაღაც ესეთი ის არის. და ბანალურადაც ამთავრებს პრინციპში. ცხოვრებასაც რაღაცა ისე ხდება. ხო. და რა ვიცი, ფილმის გამოსვლის მერე დიდი აჟიოტაჟი მოყვა რეალურად საფრანგეთში. ძალიან ისე შეხვდნენ დიდად ასე ვთქვათ დადებითი რივიუები რო იტყვიან არ ქონდათ. და ну, ასე ვთქვათ, ამხილა საფრანგეთი იმ დანაშაულებებში, რასაც ჩადიოდა მეორე მსოფლიო ომის დროს და ეს არ მოეწონათ. სამაგიეროდ ამერიკაში ძალიან პოპულარული გახდა, უფრო ესეთი ჰქონდა რა ქვია, წარმატება და აღიარება და კინოკრიტიკოსები ძალიან კარგი შეფასება ჰქონდა. ну, აი საფრანგეთში შეხვდა ასეთ პრობლემას წააწყდა, ასე ვთქვათ. ხო, ესე იგი ეს 70-იანი წლებში გადაიღო დასაწყისში, როდესაც გენერალი დეგოლის მმართველობა საფრანგეთში უკვე ბოლოსკენ მიდიოდა. და ეს მთელი დეგოლი იყო რეზისტენციის ხელმძღვანელი და ვიში იყო იმისი გერმანელების მხარდაჭერების ხელმძღვანელი. ხო და ეს მთელი პათოსი იყო საფრანგეთში, რომ აი დეგოლი და მთელი საფრანგეთი ოკუპაციის ქვეშ კი ვიყავით დაპყრობილი გერმანელების მიერ, მაგრამ რეზისტენციის მებრძოლები იბრძოდნენ პარტიზანულად და გავიმარჯვეთ კიდევაც და ჩვენ აი ესეთი გაუტეხელიერი ვიყავითო და ამ დროს გამოქანდა ეს და მთლად ეგრეც არ იყო ჩემო კარგებო, აგერ იყვნენ კოლაბორაციონისტებიო, ესენი წერუნებით იგივე ფრანგები, ისეთივე ფრანგები, როგორიც თქვენ ხართო. და გადაიღო. მაგრამ საინტერესო რა არის, იცი დაკვირვება გავაკეთე. მეორე მსოფლიო ომი რამდენად შავი და თეთრი იყო, იცი ვინ იყო კარგი რო? დღემდე ესე 55 წელს ომი დამთავრდა, 75 წლამდე არავინ არ იყო სიბნელეში და გაურკვევლობაში ცუდიანი ვინ იყო და კარგიანი, დღემდე ეგრეა. შესაბამისად, ეგ ფილმი როცა გადაიღო ცუდიანებზე, და უთხრა რომ თქვენ შორის ცუდიანებიც იყვნენო, რა თქმა უნდა, მაგან გამოიწვია მთელი პროტესტი, რომ არა ჩვენ რეზისტენციის ხალხი ვიყავით. მთლად ეგრე არ იყო. მაგრამ საინტერესო პარალელი გავავლე, მე აი საქართველოში რო გადაგიღო ეგეთი ფილმი, ნეტა რა პერიოდზე გადაიღებდი და საინტერესო ის არის, რომ ჩვენ რეალობაში ბოლო 30 წელში ისე ტრიალდება ისტორია, რომ ჯერ კიდე არ დაღვინებულა, რომ ვინ არის ცუდი, ვინ არის კარგი. მე დღევანდელ არ არის. ხო, დღევანდელ დღესაც მოვარგებდი პრინციპში. მოვარგებდი, მაგრამ სამ თვეში შეიძლება რაღაცა ისე, რომ ვინ კარგი იყო, ცუდი გახდა და ვინ ცუდი იყო, კარგი გახდა და მე კიდე გადატრიალდება. ანუ ესე არ დაღვინებულა და იქიდან გამომდინარე, რომ გლობალური მეორე მსოფლიო ომი იყო, ისე არის, მხარეები მკვეთრად არის განსაზღვრული და ლუსიენი, როდესაც პირველად აღმოჩნდება ძალიან შემთხვევით ამ ფრანგული პოლიციის ვიშის მთავრობის, ესე იგი, ფაშისტების მხარდაჭერილი პოლიციის ოფისში იქ სეკრეტარშა ზის და მობეზრებული აქვს, იმდენი დანოსები არის და საჩივრები არის შემოსული. დაჟე იუმორით ამბობს, რომ ეს ტიპი საკუთარ თავზე წერსო, რომ ესა რა ქვია
დანოსებს წერს თავის თავზეო იმდენად გამარტოებული არისო. ასე რომ ეს იგივე ფრანგი ხალხი იყო, გერმანელები ხო არ იყვნენ რა ამ დანოსებს რო წერდნენ. რა თქმა უნდა, ეგ მოხდათ ყველაზე მეტად და მაგან გააღიზიანა, რომ ეს ხდებოდა და ყველა მიცოდა. უბრალოდ ამაზე ხმამაღლა არავინ არ ლაპარაკობდა და ამან ადგა და ფილმი გადაიღო და ვის კადრეოდა. ხო, სიმართლე არავის არ სიამოვნებს, მართალია, თუმცა ფილმში ის არის ისე როგორც ბოროტების ბანალურობა, ასე კარგი ის არის, ჰანა არენცაც აქვს მათ შორის დაწერა ეს ძალიან კარგი წიგნი აიხმანის პროცესზე და იქ ესე ქვია წიგნს, რომ ბოროტების ბანალურობა და მართლა ძალიან ბანალურია. საბოლოოდ რაღაცა ჯარისკაცი როგორ ყავთ, იცი იმას ჯერა, რომ აი რამას რო ეუბნებიან უნდა გააკეთოს. არ ფიქრობს, მთელი პრობლემა ასე რომ არ ფიქრობს, ხო შეიძლება კითხვა დაუსვას თავის თავს. მოიცადე კაცო. ესე უნდა გავაკეთო თუ შემიძლია საერთოდ არ გავაკეთო. იმ თავის გარემოში მას მიაჩნია, რომ ესე უნდა გააკეთოს და ძალიან ჩვეულებრივი და ბუნებრივი მდგომარეობა, თუნდაც რო ადგეს ეს როლს იმ რაღაცა ჩიტი იქნება თუ რა იქნება, ასევე უთხრან, რომ აი ხა წახვალ და აბეზღებ ამას მოიყვან, გააკეთებს. კი ბატონო, აკეთებს ამას. ეს მას გონია, რომ ეს ნორმაა. აი ეს არის მთელი ეს რომ ამ ყველაფრის რომ ესეთი ადამიანები ძალიან მარტივად სამართავებიან, ამიტომ აკეთებს ამას. ბოლოშიც პრინციპში ფინალშიც გადაარჩენს ამათ, მაგრამ იმიტომ კი არ გადაარჩენს, რომ თქვა სინდისმა შეაწუხა რაღაც მესო ფიქრობ. აი იმიტომ რომ რაღაც ესენი უფრო მისთვის ეს იყო. ჩვეულებრივად არაფერს არ წყვეტდა ახლა იმას მოყავდა თუ არ მოყავდა. მე მან რა დავინახე, იცი? გეთანხმები რომ სინდისის ქენჯნა არ იყო იქ თავარი მოტივატორი. არა. ფრანგი რეზისტენსის რევოლუციონერი რო ყავთ, დაჭერილ დამწუდეული. ამ ლუსიენს მიუჩენენ საყარაულოდ, სადარაჯოდ. და ეს ფრანგი რევოლუციონერი ეუბნება, არაქცხვენი ახალგაზრდა ფრანგი ბიჭი ხარ ფაშისტებს გვერდზე, რატო ხარ? წამომყევი მე და მე იმას გიზავ, გადაგარჩენ შენო. და აი ეს იძახის ძალიან მნიშვნელოვანი რამეს, ორჯერ იძახის, რომ მე არ მიყვარს, როდესაც ზემოდან მიყურებენ და ისე მელაპარაკებიანო. იმიტომ რომ ფილმი საერთოდ იწყება იმითი, რომ ეს ტიპი დგას და რაღაცა მონაზონი ქალების საავადმყოფოში მოხუცი ქალები წვანან, მკურნალობენ. ეს წმინდავს იატაკს და ბოდიშტე იმათი შარდი და ტუალეტს ასხავს იმაში. ანუ ტუალეტის მწმენდავი არის ეს ტიპი რეალურად საზოგადოებაში თავისით რაც მოახერხა დედის მამის შვილმა, მისი როლი საზოგადოებაში იმ სოფელში იყო ტუალეტის მწმენდავი. და ეს შეიძლება ეს პატარა ბოღმა ქონდა და ის დაინახა ის რა თქმა უნდა ეროდა და მოკლა. მაგრამ აი ამ ფრანკს უთხრა რომ იცი რა მე ზევიდან რომ მიყურებენო, ეგ არ მიყვარსო, იმიტომ რომ ტუალეტის მწმენდავი იყო და ძალიან მწვავედ აღიქვავს, რომ ყველაზე დაბალი დონის და დაბალი ფენის წარმომადგენელია. და ამ გერმანელს მე მგონი იმიტომ ესროლა რომ ამან რო საათი მოიპარა, იმ გერმანელმა მორალი წაუკითხა და უთხრა შენო გერმანული პოლიციის წევრი ხარო და ჩვენო მაღალ ეთიკურად უთხრა რომ ჩვენ არ ვიპარავთო და მე აიღებს და თვითონ ჩაიდებს თავის ჯიბეში, ანუ თვითონ მოიპარა. და აქ უკვე მე მგონი ჩაერთო ის რეაქცია, რომ ამან ჯერ ზევიდან მელაპარაკა და მე რომ მოიპარე საათი, ის მე დამახიაო. მე მგონი აი ეგ უფრო იყო რეაქცია, რომ ეს გერმანელი მოკლა და მე იძულებული იყო, გაქცეული იყო. ამ გოგოსთან ერთად უფრო მეტად ვიდრე ამ გოგოს სიყვარული, იმიტომ რომ ეს გოგო და დედამისი ფაქტიურად მიატოვა. ძალიან პრიმიტივი არსებაა, ხო? ზოგადად არის ძალიან პრიმიტივი, ინსტინქტებით მოქმედებს. კი, 17 წლის ისეთი მოტრუკი ბიჭია. ზუსტად ეგ არის, მოდი ესე რომ თქვა პრინციპში ხიყო და ძალაუფლება, ხიყო და როგორც კი ესე ჯერ უარს ეუბნებიან და რაღაცა ეწყინა გული დაწყდა, იმიტომ რომ მაინც რაღაც ის დამტკიცება უნდა, 17 წლის ბავშვია,
და მე უკვე სხვა რაღაცა შესთავაზებენ. ანუ სადაც კი დაინახავს, რომ ასე ვთქვათ, ჭირდებათ რაღაცაში, რატომაც არა. შეუერთდა, ხო? ხო, ძალაუფლებას კი იგრძნო, ძალაუფლებას და რატომაც არა. პრინციპში ადამიანის ბუნება ჩვენ ვინაობა, პიროვნებად იქ მიიღეს. იქ ბავშვობის გმირი იყო ერთი ველოსპორტის ჩემპიონი. მეო შენ გიცანიო, შენ ბავშვობაში მყავხარ, ნანახიო ველოსპორტში მოიგო. ეს მეორე კოსტიუმს რო შეაკერინებს, ეს არისტოკრატი იყო თვითონ. არისტოკრატიული ოჯახის წარმომადგენელი. იქ მესამე ვიღაცა იდეოლოგიური ის იყო ფაშისტი ფრანგი, მაგრამ ჭკვიანი. იქ მეოთხე ყოფილი პოლიციის უფროსი. ანუ ისეთ წრეში მოხდა, სადაც თავისი ტუალეტის წმენდაობით ვერასოდეს ვერ მოხდებოდა. და ამ წრემ მიიღო როგორც თავისიანი, გესმის, ჩაიხუტეს, კოსტიუმი შეუკრეს, პისტოლეტი ჩაუდეს. და ისა რა ქვია, გამბედაობა შემატეს რა, კაცად გახადეს ასე ვთქვათ. კი, ეხა ეგეც ისე კომპლექსია ერთგვარი სხვადასხვა წრის ადამიანების მით უმეტეს როცა ისწრაფვის, რომ აღარ წრეში მოხდეს და იმ დროს ეხა ძალაუფლებას რომ ისწებდნენ, თქვა დაიჯერა რომ რაღაცას წარმოადგენდა, მაგრამ რეალურად ესე არ იყო. საინტერესო რა არის, კი ბატონო, ეს იმდენად მართლა რეგვენი ახალგაზრდად გაუნათლებელი ტიპი არის, რომ შეიძლება ვერ აღიქვა, მაგრამ აზროვნება და პრაგმატიზმი აქვს ძალიან ისეთი ნაღდი, რეალური, ეხლა ხდება, უტვინო არ არის, ხდება რაც ხდება და როგორ ხდება, სიღრმეში არ მიწდება, მაგრამ მაგის თვალთახედვიდან პრინციპში რო შეხედო, ეს იყო პოლიციის წევრი, ეს პოლიცია იყო საზოგადოებაში დაწესებული ორგანიზაცია, სადაც ხალხი მუშაობდა და ამ ხალხთან და ამ პოლიციასთან თანამშრომლობდა მთელი საზოგადოება ფაქტიურად. წერილებს წერდნენ იმითი, რა ქვია, რომ ეს დასაჭერია, ის დასაჭერია. არაფერს არ აშავებდა. ხო, არაფერს არ აშავებდა. ეგ ისეთი იმდენადვე ცუდი და დამნაშავე იყო მაშინ. რამდენადაც მის გარშემო ეს მთელი საზოგადოება. კი ბატონო, ვინც რეზისტენციაში იყო და მათ ებრძოდა, კი, ისინი გასაგებია, რომ ეს მათი მტრები იყვნენ პირდაპირ, მაგრამ დანარჩენი ხალხი საზოგადოება ჩვეულებრივად პოლიციელი იყო და დანარჩენი ხალხი იყო, ხო და შეიძლება მაგ კუთხით ვერ გაიგო, რომ ისა რა ქვია, რატო დამსდევენ მე და არა, რატო უნდა გამეკიდონ მე და არა ვთქვა დანარჩენ ყველას, ვინც იგიჟდა და როგორ არის თანამონაწილე ხარ შენ თუ არაფერს არ ეძახი და ასე შემდეგ, ხო არის მთელი ხო და ეს საზოგადოება იჯდა იქ და არა მარტო არაფერს არ ეძახდა, არამედ ეხმარებოდნენ კიდევაც ამ პოლიციას. ხო და მაშინ ეს რატო გამოვიდა ცუდი? ეს უფრო ხა ეს თავარი გმირია, მაგრამ რეალურად ახლა ფილმშიც ეს არის, საზოგადოებაც მონაწილე იყო, ამიტომ გაუბრაზდნენ ლუი მალსკომს. ხო, ესე იყო. არ მოუგონებია ფილმის სანამ ის იყო მოსამზადებელი პერიოდი რომ აქვთ ფილმის ეს pre-production კედეს როგორც ხდება რა ხა მამა გაიარა მთელი მასალა მოიძე გაესაუბრა კიდევაც იმ პერიოდში resistance მაშინც ვინც იყო და კოლაბორაციონისტები ვინც ცოცხალი იყო იმათანაც ჰქონდა საუბარი ეს არ იყო რომ რაღაც ამან ადგა და მოიგონა ეს ისტორია რეალურად რაც იყო ის გადაიღო ხო რაღაც ფანტაზიის ნაყოფი არ იყო ხალხზე რო ვილაპარაკოთ იგივე სადაც ეს ლუსიანი დასახლდა პოლიციასთან ერთად ყოფილ სასტუმროში თუ რაღაც დიდგვაროვნის სახლში იქ დამლაგებელი რომელიც ასევე სოფლელი და დაბალი ფენის წარმომადგენელია ასევე როგორც ლუსიანი რო იყო ხო ეს ხალი შეიკედლებს ინტიმურად იქნებიან გაატარებენ და ეუბნება ამათთან იქნები ესენი კარგი ხალხი არ არიანო ანუ ეს ხალი გვეჩვენა ჩვენ კი ბატონო ემსახურება ამ ფაშისტების პოლიციას გერმანულ პოლიციას მაგრამ ეს კარგი ადამიანი ჩანს და მე როგორც კი ლუსიანი მოიყვანს პარტიზე ამ ებრაელ გოგოს ის დამლაგებელი ხალი იეჭვიანებს და ამ ეჭვიანობას გადმოანთხევს იმით რომ ფაქტიურად ეს არის ანტისემიტი ასეთივე ფაშისტური იდეოლოგიით და მიუხედავად იმისა რომ ხვდება რომ გერმანელების სამსახურში ჩამდგარი ფრანგი პოლიციელები კარგი ხალხი არ არიან. იმას ვერ ხდება, რომ საერთოდ ეს ფაშისტური იდეოლოგია რაც იყო, ესეც ცუდი იყო. ანუ თვითონ ეს ხალიც იდეოლოგიურად ფაშისტია, მაგრამ გერმანელების სამსახურში ჩადგომა ცუდია, მაგდენი ესმის და რა გამოჩნდა, ესე იგი, რომ
დანარჩენი საზოგადოება, ვინც იქ ცხოვრობდა, ასეთივე ანტისემიტები იყვნენ და ასევე სჯეროდათ. მოკლედ. იმითი იდეოლოგიის რა. და ეგრე არ იწყება ესენი რომ რეცხავენ დასაწყის კადრებში რადიოს ხმა შემოდის. ეს ბიჭი რეცხავს იატაკებს და რადიოს ხმაზე არის პროპაგანდა ამ ვიშის მთავრობის, რომელშიც ელაპარაკებიან ტვინს ურეცხავენ, რომ დეგოლი ეს არის კომუნისტი და ებრაელი და ამ ტვინის რეცხვაში ამ ხალხმა ზოგმა იჯერა, ზოგმა ირწმუნა და აი იმ ყველაზე უბრალო მარტივი გლეხი ქალისგანაც იგივე ზიზღმა გადმოხეთქა ებრაელი ხალხის მიმართ, რაც ფაშისტურ იდეოლოგიას ჰქონდა რა. ეს ამ კუკლს მიმართაც რეალურად ეს გრძნობები აქვს, შეიძლება სადღაც ხო, არ ვიცი. აქვს, მაგრამ თავის სოფლიოში აქვს რა. ანუ როგორც თვითონ იცის და შეუძლია და უნდა ისე აქვს რა. როცა აღარ მოუნდა და აღარ აწყობდა იქ აქონია იმის სინატიფის მომენტი, რომ იცი რა, ბოდიშს მოვიხდი და დავრჩები. ეგეთი ნიუანსები მაგდენი ვერ აღიქვავდა. ხო, ერთი ნუ ის არ ვიღა, როგორც მანამდე ალბათ ხო, კარგი ის არის. მისცემ ძალა უფლებას და ცოტა ზედმეტს ძალიან საშიში ხდება, იმიტომ რომ იქ უკვე ვეღარ არჩევს რა როგორ და რატომღაც დარწმუნებული რომ ყოველთვის უფლება აქვს. და მიდის მერე სავალო შედეგებამდე და ეს ისედაც ისეთია მუდმივი თემატიკა ყველგან აბსოლუტურად. დღესაც გუშინაც იყო, წარსულშიც იყო და მომავალშიც იქნება. ძალიან მარტივ საქართველოსთან, ქართულ ხელოვნებასთან პარალელი რო გავავლოთ, გამახსენდა აი ეს ჯაყოს ხიზნები. ხო, რაღაც ეგეთი აი ტლანკი, უტიფი, მაგრამ ისეთი ღონიერი. ეგეთი ის იყო და უბრალოდ არ ყავდა არავინ გვერდში დამდგომი. და დადიოდა და ხოცავდა კურდღლებს და მე რომ შეიმეგობრეს, ესეც შეუმეგობრდა და რაც საჭირო იყო ის აკეთა. კი. ის გაუძლო ამ ფილმს ოთაშორის. კი. დღემდე რა მაინც ეს არის რა. ძალიან ძიმე საყურებელია, არ მინდა ისე დავამთავროთ ამ ფილმზე ლაპარაკი, რომ ეს მამაზე არ ვილაპარაკოთ. ნუ აი ეს ზოგი მომენტი, აი უბრალოდ ისეთი რთული აი პროსტო ყურება არ მინდოდა, იმდენად წუხდი, რომ ხედავ რეალურად, ესე იგი, ინტელიგენტური ოჯახი პარიზიდან შეძლებული, განათლებული და შემოდის ეს ძალა, უხეში ძალა, რომელიც დაიამკვიდრებს თავის თავს, იქ ცხოვრობს ფაქტიურად და ამ გოგოსთან თანაცხოვრობს და ამ მამამ იცის, რომ გამოსავალი არ აქვს და ვერაფერს ვერ იძახის, მაგრამ ნუ პროტესტს გამოხატავს ზრდილობიანად, აი როგორც შეუულია იძახის, მაგრამ ეს ტიპი იმდენად ხიხვარი, რომ დონკი ნამიოკებს ვერ ხვდება გესმის და ჯაყო. ხო, ნუ და ეს ძალიან რთულ მდგომარეობაში არის და აი ბოლოს აიღებს და წავა და მივა იმ ჩაიცვავს კოსტიუმს და გამოვა და ეს როდემდე ვიყო ეს შეშინებულიო და ნუ ბოლო გაწირავს თავსაც, მაგრამ ძალიან აი მაგ ხრივ არასასიამოვნო საყურებელი კადრები არის. როცა შეგიძლია დაინახო, რომ შენ სახლში ვიღაცა შემოვა და აი ესე შეურაცხყოფს და ძალა არ გაქვს, რომ რამე საშინელებ ხო. შენ ვერაფერს ვერ აკეთებ. ცი ბოთლი შამპანიურით მოვა გაჭირვებულ საფრანგეთში, სადაც შავი ბაზარი არის და ასე შემდეგ. ანუ ეს დიდი ფუფუნება იყო. ერთ ბოთს ხო დალევს, ისეთი გლეხი და ვირია, მერე მეორეს გახსნის და ბოლოს აჩვენებენ უკვე აი ბოლო ბოთსა ძალით რო ასმევს ამ ამასაც და თვითონაც მოსს. აი ეგეთი უტაქტობა რო ყავს სახში და ხმას ვერ იღებ. განაჩენს ხო გამოუტანენ ბოლოს დასაჯეს. ნე სულ ფიქრობდი, ნეტა რას ფიქრობდა მაგ მომენტში, ანუ აი გაიაზრა რატო ხდებოდა ეს ყველაფერი. დაიმსახურა არ დაიმსახურა. ხდება ისე თქვა მინდა. საინტერესო რამეს ამბობ, სულ ბოლოში რო წევს არა და რაღაც. ხო და ეს არის მთელი ბანალურობა ზუსტად, აი მაგასავაზით ბოროტების ვერ მე არ იცის რას აკეთებს. მართლა არ იცის, ისიც ხო ტყუილ არ დაგვიბარეს იქიდან შეუნდა რამე თუ არ იცის რას აკეთებს. არ იცის რას აკეთებს და ხო. ახლანდელი გადასახედიდან ალბათ ისეთი კონფლიქტური ეკინო აღარ არის ფრანგის საზოგადოებისთვის, მაგრამ 74 წელს როცა ჯერ კიდე რწმენა აქვს რომ ჩვენ ყველა ვებრძოდით ფაშისტს, არა ყველა არ ვებრძოდით და რეალურად ჯერ კიდე მაგიდეებით ვართ. ხო, ასე ვთქვათ, რაღაცა სილას შემოარტყა საფრანგეთს და გაუბრაზდნენ, ხო, გაუბრაზდნენ. ისე შენ მანამდე ხოთშორს საინტერესო ის ახსენე. მე ხოთშორს ხშირად მიფიქრია, რომ საქართველოზე რაც გამოიარა ამ ქვეყანამ, აი ეს ომები. რომ გადაიღონ
სიზუსტით იცი როგორ ვიძახე, შეულამაზებლად არა ჩვენონ მარტო ის მხარეები რაღაც გმირი იყო და რაღაც როგორი. აი რაღაცა ცოტა დოკუმენტურენითაც, რომ რაღაცა ყველაფერს თავის სახელი დაერქვას, მოდი ასე ვთქვათ. ის დანაშაული რაც ჩადენილია, ქართველებმაც რაც ჩაიდინეს, რომელზეც არაზოს არავინ არ ლაპარაკობს. მე მგონი, ხო, ჩვენ ამას გაურვევართ წლებია. მე მაინც ვფიქრობ, ეგ არის ჩვენი ბევრი ასე ვთქვათ, ის მიზეზი, რომ რაღაც უკან ვართ, რომ რაღაცა ყველაფერს თავის სახელი არ დავარქვით სამწუხაროდ. რაღაცების აღიარება გვჭირდება. ნუ იცი რა, მაგიტომ ვამბობ. ალბათ ტიპაჟი რო აიღო თვითონ ლუსიენ ლაკომბის ახლა რამდენი გვინახია ჩვენ რომ არაფერს არ წარმოადგენდა ცხოვრებაში, მერე გაწევრიან და რაღაცა მილიციაში ჩავიდა მილიციაში, იქ დაიჭირეს ვიღაცა პროკურორის შვილი, იმან გადაიხადა ქთამი და ამის ხარჯზე ეს დაწინაურდა და გახდა საზოგადოების მნიშვნელოვანი წევრი სიტყვაზე. ეგეთ ლუსიენ ლაკომბებზე ინდივიდუალურად ნებისმიერ 3 წელიწადში ამდენჯერაც მთავრობა შეიცვალა, იმდენ მთავრობას ეგეთი ლუსიანები მოყვნენ. მაგაზე შეიძლება გადაიღო, მაგრამ again, საქართველოს ბოლო წლების ისტორიაში არ ყოფილა ისეთი 20 წლიანი პერიოდი, რომ სტაბილურობა ყოფილიყოს პოლიტიკური, რომ შესაბამისად ჩამოყალიბდეს, რომ აი ეს ცუდი არის, ეს კარგი არის და მერე ვინც იძახის კარგია, იმის საპირისპირო კინო რო გადაიღო, იმიტომ რომ სულ იცვლება და მაგას ვამბობ რა, რომ საფრანგეთში ჯერთი 50 მილიონიანი ქვეყანაა და ანონიმურობა იოლია, ხა ჩვენთან 3 მილიონი ქვეყანაა, ყველა ერთმანეთს ვიცნობ და არ გამოდის. შუშის სახლში რო ცხოვრობ, კენდქვები არ უნდა ისროლო, იმიტომ რომ ყველას თავზე ჩამოეშლება რაც არის, ხო? ილუსტრაციის კანონი არ მიუღიათ არასოდეს, სიტყვაზე ვამბობ, საბჭოთა კავშირის დაშლის მერე. ხო და საფრანგეთში მე მგონი პირიქით რა 50 მილიონიანი ერია, ანუ იქ ანონიმურობა მოსულა, ლუსიენს დაარქვე, მაგრამ შეიძლება ვინც გინდა ის იყოს და ამასთან ერთად ნუ ძალიან კაფეოდ არის განსაზღვრული, რომ გერმანელები და ფაშისტები იმ დროს იყვნენ ცუდი, კოლაბორაციონისტები იყვნენ ცუდი, რეზისტენცია იყო კარგი და მითი იყო, რომ ჩვენ ყველა რეზისტენციაში ვიყავითო და ამ დროს რეალობა იყო, რომ ეგრეც არ იყო გაყოფილი რა. არ არის ეს მალით საყვარელი ტიპი, ისე რა ქვია, აზე მოსული ტიპი არის. ჟონა მორო მისი girlfriend-ი იყო, სუზან სარანდონი მისი girlfriend-ი იყო. ორი ცოლი ყავდა და 3 შვილი ყავს, მაგრამ არც ერთი შვილი, არც ერთი ცოლისგან არ არის, სულ რაღაცა არეულად არის ისა და. არა, კენდისბერგენთან შვილი გააჩენ. იდეალისტი ტიპი კი არისო, თან походу საქმესაც მიყვებოდა, ასე ვთქვათ რა, და თავის იმიჯსაც და თავის რეჟისორობათაც. ანუ არისო წმინდანად მოვლენილი კაცი, რომელიც ფილოსოფიურად აკვირდებოდა საზოგადოებას და ცდილობდა, რომ საზოგადოებისთვის განათლება მიეცა. ისეთ ფილმებს იღებდა, რა თქმა უნდა, სადაც პროვოკაცია იყო, მაგრამ ეს არა ქვია, თან თავის სარგებელსაც თავის სახელს და იმიჯს და რეჟისორობასაც წინ მიწევდა რა. ხო, პროვოკატორი იყო. ტარკოვსკი არ იყო, ასე ვთქვათ. არა, ტარკოვსკი იდეოლოგი. ანუ კომუნიზმში რო ცხოვრობდა ტარკოვსკი და ამით ვერც სახელი კი გაითქვა, რა თქმა უნდა, მაგრამ ალბათ ცხოვრობდა რაღაც 60-ახიან ბინაში და ეგ იყო ისა, რა ქვია, ყავდა ის მოსკვიჩი მისცეს ალბათ ერთი სიტყვაზე ვამბობ. ეხლა ეს კაპიტალიზმში უკვე იცი რა, მეტი ბენეფიტი რა თქმა უნდა მოყვებოდა რა. მეორე მსოფლიო ომზე ეგეთი ფილმი მე არ მინახია რა, სადაც თემად შერჩეული არის ხასიათებიც, იცი რა, აი ხო იძახიან ევროპული კინო პერსონაჟების და ხასიათების განვითარებაზე არისო და აი ლუი მალ სხვათა შორის ალბათ განზოგადოება თუ შეიძლება კიდე გარდა იმისა, რომ პროვოკაციულ თემებზე იღებს ფილმს, ეს არის რომ ყველანაირი ზედმეტი გიმიკ კადრების გარეშე აი ძალიან efficiently, ანუ მინიმალური კადრებით იმდენს აკეთებს, რომ სრულად განახოს სხვადასხვა ტიპაჟები ამ ფილმში. ხო და იგივე აქვს მშვიდობით ბავშვებში. აქვს ახასიათებს ერთგვარი სიმსუბუქე რა, რომ აი პათოსის ზედმეტი მუსიკის გამოყენების გარეშე და ასე შემდეგ ატმოსფეროს შექმნას. მიგახვედროს რას აკეთებს და ყველაფერი ეს გააკეთოს ძალიან გემოვნებით. იმიტომაც იყო დიდი რეჟისორი, ხო? ანუ ხო არის ფილმები, სადაც პატარა ბავშვი
გესტაპოელ იმას ჯარისკაცს მიყავს კონცენტრაციაში წაიღოს და იქ შეიძლება დაადო თამარ გვერწითელის მუსიკა რა რაღაც პათოს იცავსე ხო? უფრო დაძაბული იყოს და უფრო და სამახსოვრო და ცრემლები მოგადინოს და ეგეთ რაღაცებს არაკეთებს. იქ ერთი წავიკითხე რისერჩი, ველოსიპედის კადრი რო არის. სპეციალურად დაადო ეს მუსიკა, იმიტომ რომ ეს მუსიკოსი ყოფილა ბოშა, ციგანი. და ისტორია თვითონ ამ ტიპზე ისეთია, რომ ცირკთან ერთად დადიოდა და ჯაზს უკრავდა და იქ რამოდენიმე თითი დაკარგა და მე ორი თითს იყენებდა 4-ის მაგივრად და აქედან გამომდინარე იძულებული რო იყო ორი თითი გამოიმუშავა ძალიან ისეთი საინტერესო დაკვრის სტილი და ეს მაგის დაკვრი was influential to the American jazz. იმდენად უნიკალური იყო. იმ პერიოდში ეს ფრანგები უსმენდნენ ამ ჯაზს, რომელსაც ეს ბოშა ადამიანი, რომელიც ბოშები და ებრაელები არ უნდათ ფაშისტებს, ხო? არ იწებოდნენ ადამიანებად. მაგრამ რა საჩვენებდა რომ მას კულტურაში მოიხმარდნენ. ამ ებრაელის კოსტიუმებს იკერავდნენ, ამ ბოშის მუსიკას უსმენდნენ, მაგრამ აბეზღებდნენ. არ უნდათ. ხო. აბეზღებდნენ.